სარესტორნო და კვების გლობალურმა ბაზარმა 2025 წელს დაახლოებით $4 ტრილიონ მიაღწია, საიდანაც $1 ტრილიონ 1 მილიარდი დოლარი სწრაფი კვების ინდუსტრიაზე მოდიოდა. წლიურ მაზრდამ საერთო ჯამში 4,97% შეადგინა და როგორც კვლევები აჩვენებს, ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა, ურბანიზაცია და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ხდება. ბოლო წლებში სექტორი მთელს მსოფლიოში უფრო მეტად ციფრულ შეკვეთებზე შრომითი ხარჯების შესამცირებლად ავტომატიზაციის გაზრდასა და მომხმარებლის მოსაზიდად შეთავაზებების შექმნაზეა ორიენტირებული. ფაქტია, რომ სექტორი გლობალური მასშტაბით იზრდება, თუმცა განსაკუთრებული ლიდერობით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი გამოირჩევა, რომელმაც 2025 წლის მონაცემებით გლობალურ მაჩვენებელში 42,63%-იანი წილი დაიკავა. ამ რეგიონს კი ჩრდილოეთ ამერიკა მოსდევს. რეალურად გასულ წელსაც და მიმდინარე პერიოდში სარესტორნო ბიზნესი აქცენტს მომხმარებლის ხელმისაწვდომობაზე აკეთებს. იქნება ეს თემატურ გამოცდილებაზე დაფუძნებული კვება, რაც მომხმარებლის სტრესის შემცირებას ემსახურება თუ ის შეთავაზებები, რომელიც მათ ფინანსებს და დროს დაზოგავს. ამავდროულად სექტორი სულ უფრო მასშტაბურ ინვესტიციებს ხდებს ხელოვნურ ინტელექტში, ავტომატიზაციასა და ციფრულ ტექნოლოგიებში. ინფლაციისა და საერთო ხარჯების ზრდის ფონზე კი ინდუსტრია მენიუს ინოვაციებზე ფოკუსირდება, ასევე ლოიალობის პროგრამების გაძლიერებაზე და სიახლეების დანერგვაზე. ამის საბოლოო მიზანი კი მომხმარებლის ჩართულობის ზრდაა. სულ უფრო იზრდება თემატური სივრცეების რაოდენობაც, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ ემოციურ გამოცდილებას თავაზობს და ეს ბოლო პერიოდის განსაკუთრებულად მოთხოვნადი სივრცეები არის, რადგან იმ რეალობაში, როდესაც სარესტორნო და საკვები ობიექტების დიდი არჩევანია, მომხმარებლები სულ რაღაც გამორჩეულს და განსაკუთრებულს ეძებენ. უკვე ვახსენეთ ისიც, რომ სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნასა და გადატვირთულ ყოველდღიურობაში დროის დაზოგვაზე სულ უფრო აქტიურად ორიენტირდება და შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი, რობოტები და თვითმსახურების კიოსკებიც უფრო ხშირად გვხვდება. და ის, რაც ბოლო წლების მთავარ გამოწვევად და საფიქრალად იქცა თან ყველა ბიზნეს სექტორისთვის, დგადობა და გარემოზე ზრუნვა, საკვების დანაკარგების შემცირება, ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისთვის მონაცემთა ანალიტიკის გამოყენება. სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზრუნავად და პრიორიტეტად იქცა. მოლოდინებს, რაც შეეხება ამჟამინდელი ტენდენცია აჩვენებს, რომ ეს ბაზარი განსაკუთრებულ ზრდას კვლავ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააგრძელებს. პარალელურად კი ციფრული გადახდების გამოყენებაც გაიზრდება, პერსონალიზებული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და გაცნობიერებული კვების კულტურა კი განვითარდება.